მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. ტრადიციულად სტუმრად ამ თემაზე სასაუბროთ, გვყავს მოწვეული თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით გიორგი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ აჯანყების შესახებ, აბესალომის აჯანყება დავითის წინააღმდეგ და აბესალომი დაიღუპა იქ. ეხლა ჩვენ უნდა შევეხოთ ადგილს, სადაც დავით მეფე ბრუნდება იერუსალიმში და გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი. ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც ასე თუ ისე მონაწილეები იყვნენ ამ აჯანყების პერიოდში სხვადასხვა მომენტის მის ცხოვრებაში და ვნახოთ დავითი რას ირჩევს მათთან ურთიერთობაში, როგორ აგრძელებს მათთან ურთიერთობას. გიორგი, მაშასე, აბესალომი მიუხედავად იმისა, რომ დავით მეფეს ნაბრძანები ჰქონდა, რომ არ მოეკლათ, მაინც ხელყვეს მისი სიცოცხლე არ აპატიეს და იოაბმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ისევ როგორც ბევრ შემთხვევაში იოაბი დამოუკიდებლად და ზოგჯერ ურჩად იღებს გადაწყვეტილებას და დავითი მის წინაშე უძლური არის. ხო და სავარაუდოდ ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ დავითი ომში არ წასულიყო, სწორედ იოაბი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მოსალოდნელი იყო, რომ დავითი დაინდობდა აბესალომს და შესაბამისად ის კონფლიქტი, რომელიც სახელმწიფოებრივი ხასიათი მიიღო და სამეფოს მოედო დავიდო და მამასა და შვილს შორის ურთიერთობის იოაბი წინააღმდეგია კოჰაბიტაციის. იოაბი წინააღმდეგია კოჰაბიტაციის, მაგრამ ეს იმდენად კოჰაბიტაცია არ იქნებოდა, რამდენადაც დავითის მოწყალე გულის გამოვლენა, რომელიც წინ გვაქვს კიდე. და თუმცა აბესალომს თავისი მომხრევი ყავდა უკვე და კი, ცხადია. ფაქტია, რომ არ მოისვენებდნენ ის აგრძელებდნენ თავის. ყოველ შემთხვევაში ისინი არ აპატიებდნენ მე აბესალომს დავითთან შერიგებას და დავითთან აიაბებას. ხო, ბევრი სირთულეების თავიდან ასარიდებლად იოაბმა ასეთი სიმძიმე აიღო თავის თავზე და კი, მაგრამ ამასთან მაინც უნდა გავიხსენოთ, რომ იოაბს პირადი შურიც აქვს აბესალომთან, პირადი უკმაყოფილებაც აქვს აბესალომთან და ეს წყენა ისეთია იოაბი, რომ ამას მარტივად არ ივიწყებს. იოაბს არ შეუძლია დავითი ვით აპატიოს. იოაბმა თავის ადგილი უნდა მიუჩინოს ყველას და მათ შორის აბესალომი პირველი. ახლა პლუს ამას მანდრია ჩვენ მერე შევეხებით ამ საკითხს, მაგრამ აქედანაც გადავხედოთ, რომ იოაბისათვის ის პერსპექტივა, რაც ცოცხალი აბესალომის შემთხვევაში მას ექნება, სრულიადაც არასდროს სახარბიელო. აბესალომი შესაძლებელია მეფედ მოევლინოს ისრაელს და ამ შემთხვევაში იოაბი გარკვეულია, რომ ვერანაირად ვერ იქნება მისი ახლოვეს და ვერ შეინარჩუნებს იმ მაღალ თანამდებობას, რომელზეც არის. თუმცა ჩვენ ვნახავთ, რომ იოაბის მცდელობის მიუხედავად ის მაინც ვერ შეინარჩუნებს ამ თანამდებობას და დავითის შემდგომ იძულებული იქნება გამოეთხოვოს მას. თუმცა მცდელობები ექნება მის დატოვებას. ამას მე ვნახავთ. ახლა საინტერესო რა არის? საინტერესო არის ერთი პასაჟი, რომელიც ასე აშკარად არ ჩანს. მაგრამ კარგად უნდა დავინახოთ ისრაელის ისტორიას, კარგად უნდა გადავხედოთ და იქიდან ვნახავთ, რომ ის დაპირისპირება, რომელიც სამეფო დონემდე ავიდა აბესალომსა და დავით შორის, ამ დაპირისპირების ლიკვიდაცია, აბესალომის ლიკვიდაციასთან ერთად არ მომხდარა. ეს დაპირისპირება ნელ-ნელა გადასალახავი და სამეფო კვლავ ნელ-ნელა გასაერთიანებელი. მაგრამ ძალიან საინტერესოა ის, რომ აბესალომის სიკვდილმა ბევრ ისრაელიანს და გაუჩინა კითხვა. ხა ისრაელიანზე ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ რიგით ჯარისკაცზე, რიგით მოქალაქეზე, ვსაუბრობთ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებზე, რომლებიც ღირებულებით ან პოლიტიკურ ამინს ქმნიან. ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ ისრაელსაც და იუდასაც ერთად, როდესაც ისრაელიანზე ვლაპარაკობთ. ეს ცოტა განსამარტი გვექნება, იმიტომ რომ კი, გეთანხმებით მანდრია. მსმენელისთვის და ვინც კითხულობს ამ თავებს, საკმაოდ ისე არის ორაზროვნად ზოგადად ნახმარი ეს სიტყვები. კი, გეთანხმებით მანდრია, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია ეს უნდა ვთქვა სწორედ ახლა, რომ როდესაც აბესალომის აჯანყება მოხდა, აბესალომის აჯანყებას ჰქონდა თავისი მიზანი. ის იუდაზე კი უნდა გამეფებულიყო, მთელ ისრაელზე უნდა გამეფებულიყო. მთელ ისრაელზე. ზოგადად მსმენელმა რო იცოდეს, თავიდანვე ისრაელში
ყოველ შემთხვევაში მონარქიული პერიოდიდან და განსაკუთრებით დავითის პერიოდიდან ისრაელში შეიმჩნევა ერთგვარი დამოკიდებულება ერთმანეთს შორის, რაც გულისხმობს იუდას განსაკუთრებულობის ხაზგასმას. იუდას ტომის განსაკუთრებულობის ხაზგასმას. მოდი გავიხსენოთ. თავის დროზე ამ განსაკუთრებულობით სარგებლობდა ეფრემის ტომი. და ეფრემის ტომის უხუცესების, ახლა ეფრემის ტომი კიდევ ერთხელ მოვარცვენებობა კარგად გაიგოთ. ეფრემის ტომს ვამბობ, აქ არის გულისხმობა ეფრემის ტომის მოსახლეობა. აქ გულისხმობა ის ელიტარული ნაწილი, ახლა არ მინდოდა ეს სიტყვა ბოლომდე გამომეყენებინა, მაგრამ მოდი მაინც ვთქვათ, მაგრამ ჭყალებში ჩავსვათ ეს სიტყვა, მაინც და მაინც არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, რაღაცა ის დიდგვაროვანთა მმართველი გუნდი, რომელიც ამ ტომის შიგნითაა მოქცეული, ისი გულისხმება. და ეფრემის ტომი საჯულთა ეპოქაში საკმაოდ ისე არის ყელყელაობს, საკმაოდ ხაზგასმულად ამბობს, რომ ის არის პირველი ტომი და ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ. რა мотиваცია ჰქონდათ მათ და რას ეფუძნებოდნენ, როცა ამ განცხადებას აკეთებდნენ და სხვათა შორის ისრაელს არ ჰქონდა კამათი, ანუ სხვა ტომებს უხუცესობას არ ჰქონდათ კამათი ეფრემის ტომის უხუცესობას. შემდგომ, როდესაც მეფე გამოჩნდა ბენიამინის ტომიდან, აი ეს უპირატესობის გრძნობა, უპირატესობის ნიში ეფრემის ტომიდან გადავიდა ბენიამინის ტომში, მაგრამ ბენიამინის ტომში გადავიდა იმდენად, რამდენადაც ბენიამინის ტომი არასდროს არ ამცრობდა ეფრემის ტომის მნიშვნელობას. ასე ვთქვათ, ეფრემის ტომი შეეგუა ამ გადასვლას იმდენად, რამდენადაც ბენიამინის ტომიდან მათამი განკუთვნილი პატივი დამცრობილი არ იქნა. ჩვენ ახლა ამას ვამბობთ იმისათვის, რომ აყურებლისთვის გასაგები იყოს, როდესაც იუდა და ისრაელი ეს უნდა გავმიჯნოთ. ქიშბობას დაიწყებენ. დავით მეფე ვისეკუთვნის. კი, ეს უნდა გავმიჯნოთ და ამიტომ ამბობდა. ყოველთვის იყო ტომებს შორის რაღაცა. ყოველთვის იყო, მაგრამ აი, საქმეც ეს არის, ამანდრია. ეს ტომებს შორის ყოველთვის იყო, მაგრამ თქვა, აი ამ პირველობის იმით, რა ქვია, პრეტენზიით, თქვა ზაბულონის ტომი, მანასეს ტომი, ისაქარის ტომი, ასე აშკარად არასდროს არ გამოსულან. დანის ტომი იყო ერთი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ როდესაც ის ორად გაიყო და ნაწილი წავიდა ჩრდილოეთში და ნაწილი იმ წელხვდან მიწაზე დარჩა, რომელიც ის უნავეზეს დროს მიიღო, იმანაც ეს პრეტენზიები, ასე ვთქვათ, არ გაიყოლა. აი ბენიამინის შემდგომ, საულის შემდგომ, სადაც დავითი მოდის სამეფო ტახტზე, ეს პატივი ავტომატურად უნდა გადმოვიდეს, რა ქვია, იუდას ტომში. ანუ ეს თუ დავაკვირდებით, აი ამ პატივის მარშრუტი ემთხვევა კიდობნის მარშრუტს. კიდობანი ჯერ ეფრემის ტომშია, შემდგომ ბენიამინშია, შემდგომ ფილისტიმელებისგან და შემოდის იყვება ამას. ანუ თითქოს ეს კიდობანი იმ როლს ასრულებს, რომელსაც ასრულებდა იერიქონის დაცემის წინ, როდესაც კიდობანია და კიდობრის უკან მიდის ჯარი. ეს კიდობანია წინამძღვარი, ღრუბლის სვეტია წინამძღვარი. ამ კიდობნის გზაზე მიდის ის პატივი, რომელ პატივსაც ყურადღებას უნდა აქცევდეს ისრაელის უხუცესობა. ხა, როდესაც დავითი ადის ტახტზე, ბუნებრივია ეს პრეტენზია უჩნდება იუდას ტომსაც. მაგრამ იუდას ტომს უჩნდება არა მოულოდნელად. არამედ იუდა ამ პატივს ელოდება. იმიტომ რომ იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით ეს ყოველთვის არის გესმით და როდესაც ეფრემის ტომი და იუდას ტომი ბენიამინზე აღარ არის საუბარი. ბენიამინი ამ შემთხვევაში ბუნებრივი მოკავშირეა ეფრემის ტომის. ხო, გავიხსენოთ სემეი გერაზზე როგორ აბრალებდა დავითს სისხლისმელ დავითს, რომელსაც ღმერთი ახლა თავისას მიაგებს იმისათვისაც საულის ოჯახს გაუკეთა. რა გაუკეთა დავითმა საულის ოჯახს? სიკეთის მეტი. ეს სემეია, რომელიც წევლიდა და ქვებს ესროდა დავითს, როდესაც დევნაში იყო დავითი აბესალომის. ხო, მაგრამ მაშინ ასეთი ტალღა, ასე ვთქვათ ტრენდია, რომ სემეი გერაზისთვის ამ სრულიად უსაფუძვლო განცხადების გაკეთებას უფრო მეტი მსმენელი ყავს, ვიდრე დავითის მიერ მისაქვია აღსრულებული საქმეების მნიშვნელობის შემფასებელი. აყურებელს უთხრათ ახლა რომ ეს არის მეორე მეფეთა მე-19 და მე-20 თავები და სემეი ახალ რედაქციაში, ახალ ქართულად შეიძლება შეგვხვდეთ და შიმყი იყოს ასეთი სახელით იყოს. შიმყი. ხო, ანუ რისი თქმა მინდოდა რომ ახლა როდესაც დავითი არის ტახტზე და აბესალომი აჯანყდა და დავითი ასე ვთქვათ ტახტიდან ჩამოაგდეს პირობითად ის რომ ჩამოაგდეს ტახტიდან დევნილობაში მოაქციეს, ხო? იმისათვის რომ აბესალომმა მიზანს მიაღწიოს, იქ აშკარადად ჩანს, რომ აბესალომს მიემხრო არა მარტო იუდას უხუცესობა, არამედ მიემხრო დანარჩენი ისრაელის უხუცესობაც.
ანუ აქ შეგვიძლია დავითი ჩეველიც კი ხო, ვიცით ჩვენ აკიტობელისისა ხო? ანუ საკმაოდ ისეთი რეალურად გაუყო. ხო, მართველი გუნდი რეალურად გაუყო აბესალომს, საკმაოდ დიდი ძალა გადააყენეს. და რაც მთავარია, აღმოჩნდა რომ ჩვენ თავის დროზე ვთქვით ეს დავითის უკან ის სიმტკიცე, რომელიც ერთი შეხედვით ჩანდა, სულთად ასეთი სიმტკიცე არ ყოფილა. დავითს თურმე ძალიან ბევრ რამეზე აქვს ყურადღება მის აქციებით სახელმწიფოებრივ დონეზე, ამიტომ რაღაცნაირად საღვთო დაშვებაც შეიძლება დავინახოთ იმაში, რომ დავითმა დაინახოს მის სამეფოში, რომელიც ღმერთმა მას ჩააბარა. სულაც არ არის ის ერთობა, რომელი ერთობაც შეიძლება გარეგნულად ჩალდეს. ის თავის ანდერში ამას ასახავს. ის დავითი ამას თავის ანდერში ყურადღებას მიაქცევს. და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ამიტომ აბესალომის აჯანყება ისევე როგორც მთელი რიგი მოვლენები საღვთო ისტორიაში, რომელიც თითქოს და ღვთისმრჩეულის წინააღმდეგაა მიმართული, ამ წინააღმდეგობას ღმერთი ისევ ამ რჩეულის სასარგებლოდ მოატრიალებს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც იოსებს ყიდიან, მაგრამ ღმერთი ამას ისრაელის სასიკეთოდ მოატრიალებს. იაკობი იდევნება, ისევ ისრაელის სასიკეთოდ მოტრიალდება. ეს ყველაფერი, ანუ ამას ღმერთი როცა უშვებს, ამით ღმერთი ამბობს ასეთ რამეს, რომ რაც არ უნდა თავის დროზე ვლაპარაკობდით ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა შეეწინააღმდეგო იმ განგებას, რომელი განგება ჩემია, ის აუცილებლად მაინც იმ სასიკეთოდ დამთავრდება იმისათვის, რომელიც ამ განგებულებას ემორჩილდება. მოწინააღმდეგე მაინც იქნება, ასე ვთქვათ, დამარცხებული ამ შემთხვევაში. ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც ადამიანი არის მართველ როლში და ბევრს აკეთებს, შესაძლებელი არის, რომ ხალხი, რომლისთვისაც სიკეთეს აკეთებს, ამას ვერ ხედავდეს. დავითის შემთხვევაში პირდაპირ იყო რამდენი ნიშანი, რომ ღვთისგანგებულებას ასრულებდა დავითი აღესრულათ ნაირი სასწაული. ხო, და მის ხელში ადამიანებმა ქვეყანამ შვება იგრძნო ძალიან ბევრი რამ გადაიდგა ნაბიჯები, რომ საღვთო გზას დაბრუნებოდა ერი. და მიუხედავად ამისა, ამდენი მტერი აღმოაჩნდა მას, ანუ ეს ხალხი ყოველთვის მაგნიშნით არაფასებს. რაღაცა პირადულია, რაღაცა ბოროტი მოქმედებს, შური აქვს, რაღაცა ესეთი ნეგატივი უგროვდება მაინც ადამიანს. უგროვდება და რაც ძალიან მიუხედავად ამისა, მართლაც მაინც უნდა უყვარდეს ეს ხალხი, მაინც უნდა ზრუნავდეს მასზე და მახსენდება იაკობი, რომელსაც შვილება ისეთი რაღაცები დამართეს, რომ ძნელი წარმოსადგენია, მერე იმათთან ერთად კიდევ ჩდომა და დაგეგმვა და რაღაცა დიდ მისიაზე ფიქრი, ხო? კი, ასეა, აბსოლუტურად გეთანხმებით, მამანდრითან ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ამ დროს ადამიანი არ ხელმძღვანელობს ობიექტური მსჯელობა მისთვის არა პრიორიტეტული, უფრო პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. გონია რომ ამის გარეშე უკეთესი იქნება. ხო, ამის გარეშე უკეთესი იქნება და რაც თავარია თვითონ არის დარწმუნებული ამაში, რომ ამის გარეშე უკეთესი იქნება. თვითონ ზომავს ამას ასე. და ახლა თუ განსხვავებული აზრი გაქვს, მაშინ უბრალოდ ტერი ხარ. ხო, სამწუხაროდ დღეს ძალიან ხშირად ხედავთ ამას. ხო, ეს არის პრობლემა, სწორედ, როდესაც ერთობაზე გვაქვს საუბარი, ერთობის მიღმა უნდა იდგეს ამ ერთობისათვის აუცილებელი ღირებულებათა სისტემის ერთობა, გაზიარებული უნდა იყოს. რაღაცა ისეთი ღირებულება უნდა იყოს ჩემთვისაც და თქვენთვისაც ის ხელშეუხებელი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია საუბარი საერთოდ, მაგრამ როდესაც საერთო ღირებულებები არ აქვს, გაზიარებული ღირებულებები არ არსებობს, მაშინ ყველა თავისი გადასახედიდან მსჯელობს და მეორე მხარე მტრად მიაჩნია და არის რაღაცა საშინელი გაუგებრობა და საშინელი დაპირისპირება, რომელსაც ცუდის მეტი არაფერი მოაქვს, გამორიცხული აბსოლუტურად. ბაზა აქვს სხვადასხვა, მოდი ესე ვთქვა. ხო, ღირებულები. ეხლა დღეს რასაც უყურებთ ჩვენ, ხო? ადამიანის გონება მუდმივად ანალიზს აკეთებს, დასკვნებს აკეთებს და საინფორმაციო ბაზა თუ სხვადასხვა აქვს, შეიძლება სრულიად ჯანსაღ ადამიანს ერთსაც და მეორესაც კონდეს აბსოლუტურად ერთმანეთისათვის მიუღებელი დასკვნები, შეუთავსებელი და მიუღებელი პოზიცია. აი, უბედურება მაგაში არის, რომ სხვადასხვა საინფორმაციო ველზე დაყურადებული ადამიანისათვის შერიგების ველი ძალიან ცოტა რჩება. გეთანხმებით, მაგრამ აქ ერთი დეტალიც არის პარადოქსული, რომ ეს ხდება იმ დროს, როდესაც საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობ და ინფორმაცია ვერ იბლოკება. დიახ.
ანუ პრაქტიკულად არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ უსმენს. ხო, ერთმანეთს არ უსმენს, მხოლოდ იმას აჭირდება. ხო, რაც გინდა უთხარი, რაც გინდა უთხარი, თუ აქვს სხვა დასკვნა გაკეთებული, ტრად შეგრაცხავს თუ მის მხარეს არ ხარ. ხო, და ეს რადიკალური ისიც მანიშნებელია იმაზე, რომ ამ შელობაში არ არის ჯანსაღი ასა. დაუბრუნდეთ. ხო, რატომ იგივეა, აქაც იგივე რამ ხდება, როდესაც აბესალომი კვდება, აბესალომთან ერთად კვდება ის იმედები, რომელიც დავითის წინააღმდეგ გაუჩნდა მთელ რიგ საზოგადოებას, როგორც იუდას ტომში, ასევე ისრაელის ტომში. მაგრამ საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ აშკარად ისრაელის ტომის უხუცესობამ დაასწრო იუდას ტომის უხუცესობას და დავითს გაუგზავნა გზავნილი, სადაც ის დავითს ეუბნებოდა, რომ ელოდებიან ისრაელში და ძალიან გაიხარებენ მისი ჩამოსვლით. ახლა შეა საქმე. ისრაელის უხუცესობა ასე მსჯელობს, რომ დავითმა გაგონთავისუფლა მტრებისაგან. და დავითმა გვიხსნა აი ამ გარეშე დამპყრობლებისაგან და ასე გააძლიერა ქვეყანა. ჩვენ კი აბესალომს დაუჭირეთ ხარი. ახლა აბესალომი მკვდარია. ანუ რეალობა, ელემენტარული ლოგიკა გვთავაზობს იმას, რომ ისევ დავითს მივაჯვაჭო ჩვენი ყურადღება. რატომ არ ვჟელობს ეს ხალხი ასე მაშინ, როდესაც აბესალომს უჭერს მხარს? მაშინაც ხო დავითს იგივე საქმეები აქვს განხორციელებული. მაშინაც ხო დავითი იგივე ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს, მაგრამ რატომღაც მაშინ აბესალომი აჯობებს? რა არის ამისი მიზეზი? რაზეც ლაპარაკობდით ახლა? აბესალომი რაღაცა ისეთ შეპირდა, აბესალომის შემთხვევაში რაღაცა ისეთი რაღაცების იმედი გაუჩნდათ, რომ დავითის ღვაწლი აბსოლუტურად გადაიფარა თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. დავითმა ეს ისრაელი კი არა 1000-ჯერ დიდი ისრაელი რო ააშენოს ღვთისშეწევნით. ის რასაც ეთყობა აბესალომი პირდება, გაუფასურებული იქნება ყველა შემთხვევაში მათ თვალში დავითის ეს ღვაწლი. მაგრამ ახლა ისინი ასე მსჯელობენ, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ფრაზა წმინდა წერილში, რომელსაც მე ხშირად ადრე ხას არ უსვავდი, მაგრამ ახლა მინდა ხმამაღლა თქვა აუდიტორიის გასაკეთებლად. ღმერთი ეუბნება თავის ჩვეულს ისრაელზე. მინდა და გადავარჩი. ისრაელი გადარჩენისთვის იბრძვის კი არა. მე მინდა რომ გადავარჩინო და გავაკეთებ ამას. და გააკეთა კიდევაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როდესაც მორწმუნე საზოგადოება ირჩევს თავისი აზროვნების ლიდერად, თავისი აზროვნების წინამძღვრად, ის რომელიც დაუმარცხებელია, ის რომელიც ჭეშმარიტებაა. და იმის იმედი აქვს სწორედ. და იმას თუ უნდა გადაგარჩეს, იმიტომ კი არა შეხარ გადასარჩენი, არა იმას უნდა და იმიტომ, რატო უნდა ვერ გაიგებ, უყვარ ხარ, ეწოდები. უნდი ხარ. ეს არის საფრთხობუნება. უნდა და ხო, ამაში არავის წინაშე მისი ახსნის ვალდებულება არ არის. ხო, ამაშია საქმე, რომ ამ შემთხვევაში ისრაელის უხუცესობა დარჩა აი ამ რეალობის წინაშე, რაც არ უნდა დიდი იმედები ქონოდათ იმ დანაპირებზე, რაც შეიძლება აბესალომისაგან სმენოდათ მათ. რეალობა არის, რომ დავითი შერჩათ ხელში. იუდასგან განსხვავებით ჩქარობენ, ვინაიდან შეიძლება ფიქრობენ, რომ იუდას ტომის უხუცესობას მაინც მეტი კომუნიკაცია, მეტი სიახლოვე აქვს დავითთან, როგორც იუდას ტომიდან გამოსულისაგან, ვიდრე მათ უფრო აქვთ ასაჩქარებელი, ასე ფიქრობენ ისინი. და დავითთან არის ძალიან საინტერესო გარემო შექმნილი. დავითი მიიღებს გზავნილს მთელი ისრაელისაგან და არ მიიღებს გზავნილს იუდას ტომისაგან. აი შეიცვალა ეს სიტუაცია. იუდას ტომში სავარაუდოდ იმაზე უფრო დაბნეულები არიან ვიდრე დანარჩენ ისრაელში. დავითთან, როდესაც ისრაელის უხუცესებისგან მივიდა ეს მოწვევა და იუდას უხუცესებისგან არ მივიდა ეს მოწვევა, ერთგვარ დაბნეულობას იწვევს. რა ხდება იუდას ტომში? და დავითი იქით ეხმიანება, რატო აყოვნებთო მეფე ჩამოყვანას? ხა მან ჩამოსაყვანი დავითი არ არის, მაგრამ ამ სიტყვაში იგულისხმება თქვენი პოზიციის დაფიქსირებას. არ გინდათ მეფე დაბრუნდეს. ხო.
რასაპირებთ, რა გეგმა გაქვთ. და იუდას ტომის უხუცესებისათვის დავითის ეს მიმართვა, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ ის ძვალი და ხორცია მათი და ეს საკმაოდ ისეთი პასაჟია მეფისაგან. აი კარგად ირკვევა მამა ანდრია, ამას კარგად მინდა ხაზი გაუცვათ, რომ მიუხედავად მონარქიის ინსტიტუტის შემოტანისა, ისრაელის მონარქიული ინსტიტუტი რამდენად ითვალისწინებდა იმ ინსტიტუციას, რომელიც მონარქიამდე არსებობდა და მოსეს პერიოდიდან 70 უხუცესისა და უზენაესი საზესდამხედველო ორგანოს მმართველობის თვალსაზრისით იყო წარმოდგენილი ისრაელში, ხო? აი საჯულთა ეპოქაში რაც აქვს, მიუხედავად იმისა, მეფე ყავს, მაინც ითვალისწინებს მეფე აი ამ უხუცესთა სივრცეს, რომელიც ხალხის განწყობას გამოხატავს, რომელიც არჩეულია ხალხისა და ყურადღებას აქცევს მათ. ცოტა მოგვიანებით, როდესაც ისრაელის სამეფოების ლიკვიდაციის შესახებ იქნება საუბარი, იქ ჩვენ ვნახავთ, რომ ეს როლი სულ უფრო სუსტდება და სუსტდება და მეფე სულ უფრო ერთპიროვნული ხდება და სულ უფრო ემსგავსება იმ წარმართულ მოდელს ისრაელის მონარქია, ემსგავსება იმ წარმართულ მოდელს, რომლისაგანაც ის სულ გამიჯნული უნდა ყოფილიყო. იუდას ტომის უხუცესებისათვის დავითის ეს გზავნილი სრულიად მისაღებია და ისინიც ჩაერთვებიან დავითის დაბრუნების პროცესში და დავითი ტივით გადმოყავთ იორდანეზე, გაუგზავნიან ესე იქ დელეგაცია ჩავა მის გადმოსაცილებლად, მიიღებენ პატივით, მიიღებენ დიდებით, მაგრამ ჩანს, რომ იუდას ტომის უხუცესობა უფრო აქტიურად მოქმედებს და დავითიც მათთამი მეტი ყურადღებით არის განწყობილი, ვინაიდან საკმაოდ დიდ პრობლემებს ხედავს თავის გარშემო და თავის გარშემო იგულისხმება სწორედ იუდას ტომი ამ შემთხვევაში. ანუ ისრაელში ვერ ხედავს იმდენ პრობლემას, ამდენ პრობლემასაც ხედავს თავის ტომში. და აი ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ის რაღაც გარკვეულ ზომებს ღებულობს და იუდას ტომის უხუცესობას პატივს განუკუთვნებს. ეს არ დარჩება შეუმჩნეველი დანარჩენი ისრაელის უხუცესობისათვის და საკმაოდ იწყება ქიშმი. საკმაოდ ესეთი კონფლიქტი ატყდება, რომელიც ახალი პრობლემის, ახალი რაღაცა დავითისათვის მიუღებელი მდგომარეობის მანიშნებელია და კონფლიქტის მიზეზი არის ის, რომ რატომ გაისაკუთრავა იუდამ დავითი, ჩვენი უფრო არისო მეფე ვიდრე იუდასი. ეს ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ უფრო ბევრი ვარ, ჩვენ უფრო მეტი ვართ, იუდა ერთი ტომია და ის იჩემებს მეფის, ის ისაკუთრებს მეფეს. იმ დროს, როდესაც ჩვენ უფრო ბევრი ვარ და მეფე მთელი ისრაელის არის. ხო, აი აქ არის სურვილი იმისა, რომ ისრაელში იდიდებოდეს ის ღმერთი, რომელი ღმერთიც ადგენს ამ მეფეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ მამა ანდრია, როდესაც 2.5 ტომი იორდანის გადაღმა უნდა გადავიდეს და რაღაც მონუმენტური მას დადგავს, რაღაცა ნაგებობას ააშენებს, რაღაცა ძეგლსავი დადგავს, ძეგლი არ იყო თავისთავად ცხადია, რაღაცა ნიში იყო და ფინეს გააგზავნის ის უნავეზე კომისიასთან ერთად გაარკვიონ რა გააკეთეს იმ 2.5 ტომის წარმომადგენლება და ისინი იყვნენ, რომ ამას იმიტომ ვაკეთებთ იორდანის ამ სანაპიროზე, ეს იმიტომ დავდგით, რაც გალგალში თუ გილგალში 12 ლოდის დადებით გააკეთა ეს უნავეზე მხვალ და ზეგ, თქვენმა შვილებმა, ჩვენ შვილებს არ უთხრას, რა წილი გაქვთ ისრაელში ან იმ ღმერთთან, რომელი ღმერთიც ამიწაზეა, ხო? რაღაც ამდაგვარი პრეტენზიაა, რომ ეს მომავალ თაობაში ხვალ და ზეგ პროტოტიპი უნდა იყოს იქაც აუცილებლად, რომ მსგავსება და ერთობა გინდებოდეს. და ისრაელის უხუცესების ეს განცხადება ძალიან ბუნებრივია და ძალიან სამართლიანია. მაგრამ ამაზე საინტერესოა იუდას ტომის უხუცესების პასუხი. რა გაუკეთებიაო ჩვენთვის დავითს? ანუ რატომ უნდა ვიჩემებდეთ ახლა დავითის? უბრალოდ აი მოცემულობა ასეთი, რომ იმ ტომიდან არის, რომელ ტომსაც ჩვენ ვეკუთვნით, თორე რა. აქედან კარგად ჩანს, რომ დავითი იუდას ტომის უპირატესობას არ უსვავდა ასე ხაზს. იმ დროს, როდესაც იუდას ტომი თავის უპირატესობას აშკარად და ისიც ჩანს, რომ იუდას ტომს მოლოდინი ქონდა და პრეტენზია. კი, როგორ არა და დავითში არ გამართლდა ეს.
დავითმა იუდას ტომს არ გაუკეთა რაღაცა ისეთი, რაც თქვა საულმა გაუკეთა ბენიამინის ტომს. დავითმა იუდას ტომს არ მისცა ის უპირატესობა აზროვნების თვალსაზრისით, სხვა ტომებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რასაც იუდა ელოდებოდა. მართვაში მოყვანის. მართვაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, მისი მთავარსარდალი, მისი ისა, გარშემოსულ მისი ოჯახის წევრები არიან. ეს არ აისახა ისრაელის სხვა ტომებზე უარყოფით და თქვათ რა უბრალო ამბიცია არის ამ უხუცესების მხრიდან და რეალურად არაფერი არ დაუკლია თუ უპირატესობა არ მიცა. ახლა ნახეთ მამა ანდრია ძალიან საინტერესო დეტალი რა არის. როდესაც ჩვენ დავითის და იუდას ტომის უხუცესების ამ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვახსენდება ძე დავითისა, რომელიც ასევე იქცეოდა მათ შორის, მათ შთამომავლებს შორის. და საკმაოდ ისეთი დისკუსია ქონდა და პოლემიკა ქონდათ მასთან. და პოლემიკა წარმოებდა ერთადერთი რამის გარშემო. მაცხოვარზეა. მაცხოვარზე ვსაუბრობთ. რომ მაცხოვარს უნდა ეღიარებინა ხმამაღლა მათი ნაციონალურ პოლიტიკური განსაკუთრებულობა და ამ შემთხვევაში ისმენადი გახდებოდა მათთვის. არა მეზვერეებისათვის, მეძავებისათვის და სხვებისათვის, არამედ აი ასე ვთქვათ, ახლა აქ უკვე ამ სიტყვას თამამად გამოვიყენებ ელიტარული საზოგადოებისათვის, რომელიც მაშინ პოლიტიკურ ამინს ქმნიდა ისრაელის სივრცეში. რა ვერ გაუგეს იესო ნაზარეველს? იესო ნაზარეველს ვერ გაუგეს ისაც იესომ პირდაპირ უთხრა სამარიტელ დედაკაცს. ცხოვრება იუდეველთაგანაც. აქედან მოდის ცხოვრება. მაგრამ ამას არ ეუბნება ფარისევლებს, სადუკევლებს, ჰეროდიანელებს. რატო არ ეუბნება, ვინაიდან ისინი ცხოვრებას არ ელოდებიან მესიისაგან. ისინი მესიისაგან ელოდებიან უპირატესობას. აბსოლუტურად სხვა რამეს ელოდებიან. კიდე ერთი დეტალი, ძალიან საინტერესო დეტალი. 10 კეთროვანის განკურნება როა. ხო. ერთი დაბრუნდება და მადლობას იტყვის. და იცხას აწავიდა. და ის ხატო არ ბრუნდება. რომ იმათმა ეს წყალობა მიიღეს როგორც ა ブラ ამის შთამომავლობა. ეკუთვნის უნდა იყოს. აბა უნდა გააკეთოს ხურთ. უნდა განეკონონ, უნდა ქრანას, უნდა ქრანა. და არანაირი მადლიერება. ამ ხალხშიც აი ამ იუდას ტომის უხუცესებში არ ჩანს რაღაცა მადლიერება იმ საოცრებისათვის, რომელიც ღმერთმა დავითის სახით მოავლინა ისრაელის ტახტზე. ნუ დავითი ხო, ნუ ენით გამოუთქმელი საოცრებაა მართლა, ხო? ასეთი ლიდერი უნდა დააფასო, ასეთი ლიდერისათვის მადლობა უნდა უთხრა ღმერთს. ხო? თავის სამშობლო უყვარს, თავის ხალხისთვის ზრუნავს, ქვეყანა ასე გააცლია, მთელი რიგი დეტალებია, ხო? მაგრამ არის წრე, რომელსაც ამაზე უფრო სხვა რამე აინტერესებს. შეიძლება აქ ქვაზე არ დარჩეს, მაგრამ პატივი ექნებათ. ხო? აი ეს არის პრობლემა მაშინ. აქ და როდესაც ჩვენ საუბრობთ, ხა ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება უბრალოდ ძალიან შორს წავალთ. საუბრობთ, კონფლიქტი როგორ გვარდება ვერ ხვდებით. წმინდა წერილში მაინც ეს ხაზგასმით არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ისტორია შემდგომ ისრაელის ისტორია და ისევ წმინდა წერილის მონათხრობი მიგვითითებს იმაზე, რომ ეს კონფლიქტი არ მოგვარებულა, უბრალოდ დაკონსერვდა. თორემ მოგვარებით არ მოგვარებულა. პირველივე შესაძლებლობის მომენტში ის ისევ იფეთქებს. როგორი სიმპტომატურია მამა ანდრია, რომ ზუსტად ეს დამოკიდებულება შერჩენილი მაცხოვრის დროსაც. გალილეა და იუდეა ერთმანეთთან მაინც არ იყვნენ ასე ვთქვათ შეხმატკილებულები. და ძირითადად რა საკითხზეც უპირისპირდებოდნენ ისინი ერთმანეთს, ეს იყო მესიის საკითხი. ცნობილი ერთი ასეთი გამოთქმა გალილეველი ეძებს დიდებას, ხოლო იუდეველი ფულს. ცნობილი იყო მაცხოვრის დროს ასეთი გამოთქმა იყო ცნობილი. მაცხოვრის მოწაფეების სივრცეშიც ასეთი დამოკიდებულებაა. რომ ერთია იუდადან და ის ერთი ამ გალილეველებს უყურებს აი ვინ არიან ახლა ესე, როდესაც აქ იუდა ამორჩეული იესოსგან, რომელიც არც მეტი არც აკლები იუდას ტომიდან არის. ხო, ყველაზე ახლოს ის არის. მოდი გავაგრძელოთ ხრობა და მივუთითოთ ერთ ასეთ დეტალზე, რომ დავითის უკან დაბრუნებას კიდევ რაღაცა ამბები მოყვება.
რამდენიმე პიროვნებასთან. რამდენი ხო ეს საინტერესოა ძალიან. რამდენიმე პიროვნებასთან შეხვედრაზეა საუბარი წმინდა წერილში. ეს არის აბესალომის მაგალითად მხედართმთავარი. ხო, ამაზეც უნდა გაუსვათ ხაზი მხედართმთავარი. კაი, დავიწყოთ მხედართმთავარი. რომელიც წინააღმდეგობაში იყო, რა თქმა უნდა, მეფეს ებრძოდა და შეუთვლის რომ ამასა შეუთვლის რომ ესე იგი მიგიღებ და ჩაგაბარა. აი ეს არის ძალიან საინტერესო. არა, აქ ეუბნება რომ იოაბის ადგილსაც მოქცევა. ამაშია საქმე. ეგ არის ძალიან საინტერესო. იუდას ტომის უხუცესებმა ხო არ მოიწერეს ეს წერილი დავითისადმი მას შემდეგ რაც ამასაც მიუვიდა დავითისაგან ამბავი მასთან დაკავშირებით რომ მე მტრობა კი არა მაქვს თქვენთან და ნიშნად იმისა რომ მტრობა არა მაქვს თქვენთან დაიფიცებს რომ იოაბის ადგილას შენ ჩემი მხედართმთავრის ადგილს მოგცემ შენ ჩემს წინააღმდეგ აჯანყებულთა მხედართმთავარს ვაძლევ ვაბარებ მთელ სამხედრო რესურსს და აი ახლა რამხელა გადაწყვეტილებაა ხო ეს რამხელა რისკია ხო ეს თან იოაბთან დამოკიდებულებაში იოაბთან დამოკიდებულებას იფუჭებს გვერდით იყენებს იმას რომელიც მოსაკლავად უნდა გამოკიდებოდა მას ხო აბსოლუტურად გადააბიჯებს ყველა ტრადიციას და ყველა ასე ვთქვათ როგორ ვთქვა მე რაღაცა პროტოკოლით გათვალისწინებულ ნაბიჯებს რომელიც აჯანყების ჩამხშობ მეფეს ეკადრება აბსოლუტურად გადააბიჯებს ყველაფერს როდესაც თავისი მოწინააღმდეგეს მთავარ სამხედრო პირს ეუბნება რომ ჩემსაც ჩავწევ შენ დაგნიშნო მე ვფიქრობ რომ სწორედ აი იმის შემდგომ ამასამ ძალიან ისე აქტიურად იმუშავა უხუცესთა იმაში რომ დაერწმუნებინა რომ ჩამოსული დავითი არ არის მტერი დავითი იუდას უხუცესებისთვის და ამის შემდგომ იუდას უხუცესები ხო როგორც ერთი ადამიანი ისე გადმოიბირა ყველა კი ბატონო ასია გეთანხმებით და შესაბამისად იუდა და ისრაელი მიიღებს დავითს ახლა ერთი ამბავია კიდე ძალიან ნუ წინსწრებით შეგვიძლია თქვა რომ ამასაც მე მოკლავს იოაბი ნუ ახლა იოაბს არ გამორჩება იოაბი მაგას არ აპატიებდა არ გამორჩება ეს ხო ახლა ორი დეტალი შეხვედრისა რომელიც დავითს გზაზე აქვს პირველი ეს არის შეხვედრა სემე გერაზესთან ბენიამინელთან რომელიც წყვილი და დავითს და ქვებს ესროდა ჩვენ მაშინ ვთქვით რომ აქ წყვილი და ქვებს ესროდა სიმბოლურად არის დასანახეთ რომ ახლა ერთი კაცი მიდის და ქვებს ესროს დავითს ასეთ რამე არსებობს ახლა 1000 კაცით არის ჩამოსული ეს ჩვენ თქვით მაშინ რომ არის საკმაოდ დიდგვაროვანი საკმაოდ გავლენიანი და ეს ქვების სროლა საულ მეფის ოჯახის წევრი ხო საულ მეფის და ეს ქვების სროლა ბენიამინის ტომის დამოკიდებულების გამოხატვა და ასე უნდა გავიგოთ ეს მინდა წერილში ასე უნდა გავიაზროთ ის ახლა მნიშვნელოვანი რა არის რომ სემე გერაზზე როდესაც მოდის მეფესთან მოდის იმამინდის გათვალისწინებით რაც ისრაელის უხუცესობაში არის ისრაელის უხუცესობა დავითს ეპატიჟება და ბენიამინის ტომი ამ შემთხვევაში აშკარად განკერძოებულია აშკარად ცალკეთას და ეს სემე გერაზზე დავითს ეუბნება რომ პირველი მოვედიო მე იოსების სახლშორის იოსების სახლაშუაში ხო რა შუაში იოსების სახლი არის ეფრემის ტომი და მანასეს ტომი ეს ბენიამინის ტომიდან მოდის აშკარად აი ეფრემის ტომზე არის აქცენტი მანასეს ტომზე ნაკლებად ეფრემის ტომზე აქცენტი რომ ეფრემის ტომის უხუცესობასაც კი დაასწრო მან წინ წასულიყო და ბენიამინის ტომის ერთგულება და სინანული გამოეხატა დავითის წინაშე. დავითის წინაშე ის აღიარებს, რომ და დავითი პატიობს და შეფიცავ. ხომ სანამ დავითი აპატიებს, აქ გვერდით იოაბი და აბიშაი უდგანან. აბიშაი იოაბის ძმა არის, რო შევახსენოთ. კი, იოაბის ძმა არის და აბიშაი გაიწევა. ეს ის არ არის, რომ წევრი და ამას გან არ უნდა მოკვდეს. ხა, ამას გააგდები. იქ კიდე არ გააგდებინა თავი, იმიტომ რომ სხვა ახლა ნუ დავითი ისე ზეობის ხა ვინ დაუშლის ამას და დავითი გადახედავს. საოცარი სიტყვაა დავითის აქ. ცერუიას ძენო, ანუ იოაბს და აბიშაის ეუბნება. კრიჭაში ატომით გახართო. რა გინდა თუ? ანუ მეფე ვარ თუ არ ვარ მეფე. ანუ ახლა ეს სიკვდილის ღირსი არის თუ არა, ჩემი გადასაწყვეტია ეს და შენ რატო ითვისებ ამას? ანუ ძალიან მაღლა დგას დავითი ხა ამ დროს ეს რაღაცა
თითქოს პირადული არწივი რო დახურებს რაღაცა ველს და იქ ვიღაცები ერთმანეთში ქიშპობენ და მეფი არა ვარ, როდესაც ამბობს, ესაც იგრძნობა, რომ მეფისთვის ეს რაღაცა ქიშპობები ესეთი რამეა, მაშინ არ უნდა ჩაყვეს და ზევიდან უყურებს ამ ყველაფერს და მინდა ესე გადაწყვეტა და მორჩა. ესაც აი საფრთხო განგებულების. კი, აბსოლუტურად დათანხმებ. ამას სილაღეს და სიდიადეს ვახსენებს. უნდა და მორჩა. ამ დროს აბიშაი შესაძლებელია ძალიან გულწრფელიც იყოს აქ. აი იოაბი არ ჩანს სიმპტომატური ესეც. აბიშაი შეიძლება ძალიან გულწრფელი იყოს, მაგრამ დავითისათვის აბიშაის გულწრფელობა დადის დავითის წინაშე საქციელის მოწონებამდე. აი დავითს მოაწონოს თავი. და დავითი აქ იმაზე კი არ ზრუნავს, რომ ვინ მოეწონება მას. დავითი იერუსალიმშია ჩასასვლელი. და დავითს ის მეფობაა გასაგრძელებელი, რომელიც ცხოვრებაში არ უძებნია და არასდროს ამაზე არ უფიქრია და ღმერთმა მისცა. ის მსახურებაა გასაგრძელებელი და ახლა აბიშაის ეს რაღაცა გამოხტომა მისთვის არაფრის მოჩვენებელი არ არის და დაიფიცებს, რომ არ მოკვდებიო აპატიებს და ახლა იქ ალბათ სემეი გერაზეს და იმ 1000 კაცის ფართოდ გახელილი თვალები და ის რაღაცა საოცარი გარემო, რომელიც შეიქმნა უცებ დავითის ამ პატიების გამო. მაგრამ ამის მე ერთი ძალიან საინტერესო ამბავი წერია კიდე წმინდა წერილში. დავითი ხედავს მოდის ვიღაცა კოჭლი, დაუბანელი, ბინძური, მოულელი, ვიღაცა სუნადილებული კაცი, რომელსაც ვერ შეეხები კი არა, ის გახედვას კი დაგეზარება იმისკენ. და დააკვირდა დავითი და თავისი მეგობრის შვილს, იონათანის შვილს, მეფიბოშეთს ხედავს. და ეუბნება გაკვირვებული, რატო არ წამომყვევიო მეფიბოშე? მოდი ჩვენ სვენელებს შევახსენოთ. ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ ახლა ყამასაზე, ვისაუბროთ ახლა შიმყიზე, იგივე სემეიზე და ახლა ვამბობთ მეფიბოშეთზე. მეფიბოშეთზე ვსაუბრობთ. ეს ადამიანები არიან, რომელსაც განსაკუთრებული რაღაც როლი აქვს თუ ადგილი თუ ქცევა აი ამ ისტორიაში, აბესალომის აჯანყება და მეფისადმი დამოკიდებულებაში. და საინტერესოა, რომ ჯერ სიბა ჩამოვა მისი ის ჩამოასწრებს, რომ დავითის წინაშე რაღაც ისიც იმას აკეთებს, რასაც ახლა აბიშაი აკეთებდა და დავითი ამათ კი არ უყურებს, აი იმას უყურებს იმ დაუბანელ კაცს. და მეფიბოშეთს გულდაწყვეტილი ეკითხება, რატო არ წამომყევი? და რომ შევახსენოთ ჩვენ მსმენელებს, რომ იმან რა ქვია მეფიბოშეთზე ციბამ, ანუ მისმა მსახურმა თქვა, რომ უხარიაო, რომ ახლაო ღმერთიო მიაგებსო დავითსო თავისასო და დამიბრუნებსო ღმერთი მამაჩემის იმასო. დავითი გულდაწყვეტილი წავიდა და მაშინ უბრძანა, რომ ყველაფერიო, რაც საულის იყო, შენთვის მომიციაო, სიბას გადასცა და სიბა მადლი და მეფიბოშეთი ეუბნება, იციო რომ კოჭლი ვარო და ვერ მოვასარიო შენამდე და ჩემმა მსახურმა კი მიმტყუნაო მე და ცილი დამწამაო. ნუ დავითს ეუბნება, რომ არაფერი მსგავსი მე არ მithქვამს და ნიშნად იმისა, რომ შენ განდევნილი იყავი. სანამ შენ პირს არ ვინახა, არ ვიხილავდი. არც ფეხები დამიბანია, არც მშხილები წამიჭრია, არც წვერი მომწვერისთვის მომივლია. აი ასე ვზივართ განადგურებული, სანამ ახლა კი შენს სახელს ვხედავ, შენ ხატებას ვუჭვრეთ. ხომ ამაზე მეტი რაღა მინდა, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა მინდა და დავითი უყურებს. და გულდაწყვეტილია დავითი არა იმაზე, რა გულდაწყვეტაც ვასე, არამედ იმაზე, როგორ გაიფიქრა ეს იონათანის შვილს, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო და დავითის პასუხია საოცარი. აი დაფნეული დავითი. ხო გითხარით თუ გაიყავითო შედა არ უთქვავს ეს დავითს, დავით რა თლიანად გააყო, თლიანად მისცა და ახლა რო უყურებს აი სიბასაც, ხო შეიძლება ახლა სიბას გაბრაზდეს სიბას. ხო გაბრაზდეს სიბას, მოკიდოს ახლა სიბას, ხო რატომ მომატყუა და ის მართლა სიკვდილის ღირსია, ახლა ახლა სიკვდილის. მაგრამ დავითს გადაწყვეტილი აქვს, რომ არავის არ მიუსხოს. ხო აი ეგ არის ძალიან საინტერესო. ფაქტია, რომ სიბა იქნება ეს თუ ყიმში იქნება თუ ის იქნება, რა ქვიან სხვა კიდევ ვინმე არავის არ მიუსყავს არაფერს. ხო და ეს არის ძალიან საინტერესო, დავითი იერუსალიმში ბრუნდება როგორც მშვიდობის მომტანი და არა როგორც პასუხის მომთხოვნი
ესეც არის წინასახე იმისა, რომ მაცხოვარი იერუსალიმში მიდიოდა არა ცოდვების მოსაკითხავად, არამედ მშვიდობის მისაცემად. ეს აი გავუსვათ ხაზი, რომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ გზაჯვარედინებზე, დავითის გზაჯვარედინი და გადასაწყვეტი, სწორედ ეს არის, რომ მოდის არა შურისაძიებლად იმ ხალხს პირადი ინტერესების მოსაკლავად დასდევდა, ხო? ვინც უღალატა, ვინც მოატყუა, ყველაფერს პატიობს. ყველაფერს პატიობს და ყველასთან მოაქვს მშვიდობა. ეს არის დავითის გზა უკან იერუსალიმამდე. დიდი მადლობა, გიორგი, ჩვენი გადაცემის დრო იწურება, ჩვენ ბევრი საინტერესო დაგვჭა კიდევ სასაუბრო ამ ეპიზოდთან დაკავშირებით. შემდეგ გადაცემაში იმედია შევძლებთ ამაზე საუბარს, დაუბრუნდებით კვლავ. მადლობას მოგახსენებთ ამ გადაცემის საწყობისთვის, მაყურებელს დაამშვიდობები. შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი, რასაც ჩვენ დღეს შევეხეთ, ძველი აღთქმიდან იკითხება მეორე მეფეთა წიგნიდან 19 და მე-20 თავში. ამით დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.